ბატონი ტრამპი, როგორც იტყვიან ხოლმე და ბატონი პლატონი და ჩაიტანა ძველი ტოპი თუ გაქვთ დანახი, ფრანგული ფილმი გააქვს ძველი ტოპი დანახი. იქ არის აგნიმეტი ქვია რუსულად და რა ქვია ქართულად ცეცხლის მქრეველი აგრეგატობა. Flamethrower ინგლისურად. ხო, როგორ? Flamethrower. Flamethrower, კი ბატონო. და ასე შვება ევროპის ნატოს სოფლიო წესრიგის მიმართულებით რა. და განაახლა ეს ყველა. მან როგორ თემა იყო ისე რომ რომელ ქვეყანასაც რომელ ქვეყნის ლიდერსაც მიმართა, ყველას ჰქონდა დასამალი იმ მომენტში. კანადა, საფრანგეთი, კანადას რეებიებას რა. ჩვენ რო არაო, ვინ ხართო, რა ქვეყანად ხარ? რატო ზიხართ? და ევროპა გერმანულად და იაპონურად რო არლაპარაკოთ, მადლობა გითხარით ხო ჩვენო? ხო, რა თქმა უნდა. ეგ რუსების ამბავი დავიწყებულია რა თქმა უნდა, მაგრამ რო დაჭირდეს, შეიძლება გაუძროს რა. ჩინელზე ძალიან კარგად ილაპარაკა. არ ვიცი ეს ჯო უილსონი როგორ გადაიტანს ამას, მაგრამ ძალიან კაი კაცია. ჩინელზე ევროპელი ლიდერები რეებს ამბობენ. ხო, ეხლა. რო ეხა გვინდა აბა ჩინეთი და თანამშრომლობა. ანუ ჩვენ აღარა ვართ მინიმუმ პროჩინური დიქტატურა. პროირანულები ვართ. ჯო უილსონისთვის ისე ვართ. ვართ. მოკლედ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა და ემსგავსა შედარებას მოვუყვა დუბაის რა იქ რო ჩადიხარ ყოველ წელს ვაფშე ახალი ქალაქი ყდება რა გაშენებული და ესეც ისე იცვლება ყოველდღიურად. მე მგონი ჩვენ ვართ ცვალებადი სამყაროს შემსწრე, ოღონდ ერთი დღე უნდება იმას, რასაც უნდებოდა ათეული წელი და თან რაღაცა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ეს ყველაფერი. ნახე საინტერესო კიდე ერთი რაც უნდა აღვნიშნოთ, გუშინ მიმოვიხილეთ ბევრი საკითხი საერთაშორისო პოლიტიკიდან. ტრამპი შალვა აბაბაჩო თქვენს ჩაერთეთ ამ საკითხში. ტრამპის მიმართება ისტორიასთან როგორია? ერთ კომენტარს გავაკეთებ ჯერ. რავარიც გაუსწორდება. არა, ნახე მე ზოგადად ისტორიკოსებს ყოველთვის მაგას აბრალებდნენ, რომ სუბიექტური მეცნიერება. ანუ ნახე მაგალითად მიშელ ფუკოს, ესე იგი იქით ანალიტიკური სკოლის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ, რომ ისტორია როგორც გინდა ისე მოირგეო. შეიძლება პატარა რეპლიკა, საინტერესო. აი რატომ არის მარქსისტული გაგება ისტორიისა? საინტერესო, იმიტომ რომ იდეოლოგიას კაფიოთ ეფუძნება, იდეოლოგიზებულია და ყველა განხილვა, ყველა კრიტიკა თუ ყველა აზრი ისტორიულ პერიპეტიებზე არის კლასთა ჭიდილის კუთხით განხილვა. ძალიან შეიძლება არ მოწონს, მაგრამ შვიდად ხარ რომ უყურებ რაღაც სტაბილურ ნაშრომს, არა ვარ მართლა. ხო და ნახე, ეხა ჩვენ ესე რომ გავყვეთ, კი უცნაურია ტრამპის რა ვიცი რევიზიონიზმი დავარქვათ თუ სუბიექტური ისტორია თუ რაღაცა, მაგრამ საინტერესო არის. ეხა მე გეტყვი. მისი აღქმები კონდა კავენში ეგეთი შუტკა რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ისტორია წაიკითხა და არ მოეწონა. ანუ სასადად ჩანდა რომ მიშას არ ქონდა ისტორიის დიდი სვიალი, იმიტომ რომ იძახდა რომ მე დავიწყე ისტორიაო. ზოგიერთ ფაქტებს აფეტიშებდა, ზოგიერთ მეფეებს აფეტიშებდა, ზოგიერთ საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა. და ეხლა გამოჩნდა ხო ერეკლე მეორესადმი მიდგომით. ტრამპიც არის მიშას როგორ შევადარებ გაცილებით ძლავრი ფიგურაა. ტრამპიც არის ესე. ტრამპისთვის მნიშვნელოვანი არის მისი ამოცანა დეკლარირებული, რომ ძალიან დიდი მატერიალური კეთილდღეობა მოუტანოს. ანუ ამერიკის პერსპექტივიდან და ამერიკელის პერსპექტივიდან, ხო. მატერიალური კეთილდღეობა უნდა. ტრამპი არის ეხლა ალბათ ტოპების ტოპ პრეზიდენტი ხმაო. ეხლა ყველაფერს უჩხირავს რიგით ამერიკელს. შვიდობის საბჭოს შედიან აგერ აზერბაიჯანის, სოხეთ მილიარდი დოლარი უნდა ჩამოიტანოს. მილიარდ გაიზარდა? გაზარდა. ეთქობა კარგად მიდის და ეხლა ვინც ვერ დეველოპერი არ არის? ხო და ფულს აგროვებს რა, თავის ფულს არ დებს, არ ჩადებს თავის ფულს, ეგ ახასიათებს ტრამპს, სხვისი ფულით აკეთებს ყველაფერს. შესაბამისად, რაც შენ თქვი, მაგას აქვს ისტორიის როგორი კონსუმერული და მომხმარებლური გაგება, იცი? არსებობს ეგეთი გაგება. ამერიკული გაგებაა ეგ აკრა. არა, ამერიკელს ალბათ ყავთ კარგი ისტორიკოსი უცნაური თქო, იმიტომ რომ მაგალითად ვენესუელა ჩვენ გვეკუთვნოდა არც ისტორიულ წყაროში ეს არ შეიძლება ნავთობს სარეწევზე იძახის. მაგათ ეკუთვნოდათ ოღონდ მართლა. არა, მაინც არ არის. ნუ რაღაც ნაწილი ეკუთვნოდათ, მე ნაციონალიზაცია ხო გააკეთეს. თუ ეგრე გავუყვებით, ნუ თქვათ რომ შეიძლება როგორ თქვა ინდიელების ხო ქვეყანაც შეიძლება ინდიელების რეზერვი ჩვენ გენიალური ფილმი აქვს სკორსეზეს. ხო გაქვთ ნანახი?
რა ქვია ინგლისურად გითხარი სახე Silence. არა კაცო რა საინეს ინდიელების კვლელობებზე რო არის Killers of the Flower Moon. ხო ამას ვერ იტყოდი მე Killers of the Flower Moon სადაც არის მოცემული როგორ კლავდნენ თეთრები იმ ინდიელებს რომელთა მიწაზეც იყო ნავთობი просто წამლავდნენ არა ნუ იქნებ თავს ისე იმენა წვეთ წამლავდნენ და კვდებოდნენ ათასობით ინდიელები რა მანჰეტენი არის ჩანგლების გასული თუ იმაში რა ქვია სამაჯური ოღონდ ეგიმეებთან ჰოლანდიელები ასანტში. ხო გაუმარჯოს მაო ჩვენ ვართ აგერც აგალ ვინებთან ეგიმეებთანო ჰოლანდიელებს მიხედეს და მე ჰოლანდიელებისგან აი ჰოლანდია და ბელგია მართლა ნამდვილად ჰუმანურად იქცევა ერთი ეგ არის ეფეს ძეგლი რო აქ ბელგიიზე აფრიკაში თურმე ჯიგრულად რეზინის პლანტაცია ნამდვილად კაუჩუკის პლანტაცია პატარა ბავშვებს რატო ამუშავდნენ მეგობრებო იცით დაზგებია სადაც დიდი ვერ შედის ძალიან მიტყლები ხარ ამაზე რო ვიცი და კაცო ნერვული სიცილია აი ყველაზე პატარა ბავშვებს ამუშავდნენ კლავდნენ და ყველაზე არაჰუმანური მაინც არის ზოოპარკი რომელიც იყო ევროპაში ბუდიში ბოლო ზოოპარკი ხო რაღაცინებს და იმდენი ტურისტი ყავდა 50-იანების იმას მიწურულს საფრანგეთსა და ჩვენ ვაქ ჯიგრულად მეტრო გავუშვით თბილისში ანუ აქ რო ედავებიან რომ აი რაღაც იცი რა იყო ცენზურა და აი ცოტა მერე რო ბერძენიშვილი რაღაცა ის ბიჭო ზოოპარკი ადამიანების გესმის წარმოდგენილი გაქვს როგორი რამეა და ამ ზოოპარკს მართველი შეფი ხავდა შავკანიანი ხო ის იყო დავარი ოპერატორული ელიტა კი რა აი ზურა ჯაფარიძე ზურა ჯაფარიძე ქართველების მერფად დაგვიბაროთ და ქართველების ზოოპარკი რო კი ოპერატორული ელიტა შიდა კოლონისტი ანუ ქართველი ჯიგარი ღიპიანი ყანწით კაი ქართველი სიმღერები ეგრე ხო წარმოუდგენია და გრუზინები და ეს ჯიგრულად ეირბორნის აღჭურვილობაში პილოტკაში რო სკეპლით გვდევნის ბავშვი მიშიზმი ეგ ზურა ჯაფარიძე გაუშვათ კაია გაუშვით ზურა ჯაფარიძე ვუშვებთ იმას, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განწყობები როგორი იქნება და მათთვის მნიშვნელოვანი აღარ არის საზოგადოებრივი განწყობები, იმიტომ რომ მათ გააუქმეს ამ ქვეყანაში არჩევნები. ანუ განწყობები როგორი იქნება მათ არადა, მათ ადარდებთ, რომ ეს ბაბლი, რომელიც ყავთ დაახლოებით 1/3, ნუ 30%-ში ცოტა მეტი, ეს ბაბლი შეინარჩუნდა, ამ ბაბს ინარჩუნებენ იმედი და პოზიტივის პროპაგანდა, პლუს ფული თხოვთ, ეს ხალხი მოგუნდა, პლუს დაშინებული ყავთ, რომ იქაც არიან რაღაცებისაც არ უნდათ, მაგრამ იძულებული არიან, რომ მათ იყვნენ, იმიტომ რომ ეშინიათ და ეს არის მათი და ამის იქი დანარჩენს ისინი აორგანიზებენ. ისე რომ წკეპით და მათრახი და ასე შემდეგ. ვა, მე ურჩევდი რომ პრინცის ზომა გაზარდოს, იმიტომ რომ არ იკითხება რაღაც შეიძლება ვთქვათ ელექტორალურ შენარჩუნებაზე რო ვაპარაკობ და მან რაღაც ფაქტორები შენი დამსახურებაც არის მაგალითად რო ჩაიხადე კიდე შენი ხო შენი ბაზალნიკები ვინც არიან ჯიგრები რა შენნაირი მაგალითად რო ჩაიხადეს აი ერთად ასამბო არა, პლუს ხო, ეგ არ გამორიცხა. ხო, აი თქვენი გვინები მაგალითად ლაზარე დაგვეხმარა, ლაზარე ხო, ციხე წარმოაჩინა, როგორი საშინელება არის, ესე იგი მუსიკას ვერ უსმენდა იქ. არა, უსმენდა. უსმენდა ან ცუდ მუსიკას. მე ტენდერი ქონდა მოგებული ისეთ კომპანიას, რომელსაც ნიკ არ ქონდა ის კონკრეტული რიტერს ამას სხვა შოკოლადი უნდა და არა ამას უნდა გერმანული შვრიის ფანტელი იყო იასნიშოვი ო და ამას უნდა და სერიოზული შვრია ბიო და დაგვიჭირეს რუსულად გვაჭამეს რუსულად ხო ეგ სიზმარა უძმეს ხო აი ეგეც ძალიან საინტერესო სიზმარა უძმეს რუსულად გვაჭამეს ხო და რა შეიძლება იმაკნი თვალებ დახატულ ბიჭს ხო ის ძალიან მაგარი ხო ხალხს ადამიანს წვავდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ ხო გიყვარს გადათან და ციხეში ჩიტებს ყავდა ციხეში მე ჩიტებს ყავდა ყველგან ვიღაცას ყავს და მე დაგვისახეს ამ იდიოტებმა რომ ეს ტიპი საცოდავი გაუბედურებელი მანიაკი გაიზრდება სერიული ჯარვიცი ყურადღება მისაქცევს მაგის მამის ხელში ლაზარე არა მამა მიაქცევს ყურადღება მიაქცევს და გაიზრდება მამა მოსაკითხია ო არ მეორე დუნდულში სხვა დაიჭრა მამა მაგარი თავის თავი რო დაიჭრა მანდ მივხვდი რომ ჯაფარიძე და რო დაიჭრა მონაფერი კა პექსი რო ჩაიჭრა ის რო ამოიკერა ძალიან სერიოზული მაზოხი სხვა შორის ლაზარე შეეჯიბრა და მოუგო ბევრ რამეში ზურა ჯაფარიძე თქო
ჩემი პირადი დამოკიდებულება არის ეს, რომ მე პირადად არ ვიცი რამდენი დრო მაქვს გარეთ და ამიტომ მე არ მცალია თამაშებისთვის და ბალამუტისთვის უბრალოდ მაგის დრო არ ვიცი და მე ყველას ვეუბნები რომ მე ვარ რაღაცა რესურსი და რა ვიცი მე ვხედავ ესე ამ რაღაცებს მე შეიძლება რაღაცებზე კომპლექსი ბევრი დრო რო არის გარეთ სექსით არის ძალიან დაკავებული კურდღელი რომ მე შეინარჩუნო მიშამ რო გააძრო ხო გახსოვთ კაცო კურდღელებით დაზოგოს მიშამ რო თავის სასამართლოზე გააძრო მე ვეხავ დროს მაკარგვინებ თუ აქო ეგ მაშინ შემოქმედებითობით ვარ დაკავებულიო. უფრო ლოგიკური თქვა, დამიჭერენო მალეო და გარეთში ბალამუტის რო. ამიტომ ყოველდღე მოიცი, რო იმას ვქნა, გირავ ამიგროვე თუ ვერ უგროვებენ, ანუ ხება გადაცდა აგროვების დახასაც და არის დადის. არა, მაგრამ ოლიგარქი ხო მაინც დაიჭეს გირავ რა შუაშია. გასაგები. კარგი, ვადო მაჭავარია. ბიჭო, ეკა მიშველაძე? ეკა მიშველაძე. სხვათა შორის წუხარებით უნდა დიდ პოლიტიკაში ტოვებს ჩვენ. მაგრამ ზატო პოლიტიკა სამაგერად პოლიტიკური დივა მოგზანდება და მის სერიოზული ტრანსფერი არის. შორის გეხის ტრანსფერი კრისტალ პალასიდან მანჩესტერ სიტიში და მიშველაძის სადმიდის იცი? სადღაც რომელიღაც ამათ უბედურებაში. არა, თავისუფლების რომელი ეგონია ვიცი თავისუფლების მოედანი? მოძრაობა. მე ის ხო არ არის. ის არის ის ხო არ არის სიგარიკა. მაგრამ ჯერ ლაპარაკი მაქვს. ეგრე არ არის. ის ხო არ არის თავისუფლების მოედანი ის რო ყავთ ბროლის ბუ შეიძლება. გედი? გედი არა და მეორე ბროლის ბუ? ის რა. ნემა ჩუცკერიძე მაგარი. ბიჭო, თავარი რო არის, აი ბაქრაძეც ხო იყო მაგარი. და მანდრო იყო. ბაქრაძე რომელი? 9 თვალი რო არ. და მჟეშინა კურინა. აღროდ ეგრე გამა. რა სვანური გვარი რო აქ. ხო, აი მაგარია, ეგეც ძალიან. ვაფშე ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, მართლა. მივხვდი ვიზუალიზაცია მოვახდინეთ 9 თვალის მე. იმენა მოლადაზრედინი ხავდი და ვიკითხები და ვაფშე ყველაფერზე პასუხი. ხელზე იხეზმაზე? ვაფშე ყველა კითხვა. მაზებზე აქვს პასუხი. იმენა ყველა, არა, ეგ მომხდარზე აქვს პასუხი. ხო, კენედის პრობლემაზე ეგ. კი, ზმაო, წინასწარ მეტყოლი, არა, იმენაც მეტყოლია, მე მგონი ეგ არის. გაუშვათ ეკა მიშველაძე ამასობაში? და მგონია რომ ამას შევძლებ. პოლიტიკაში მიდიხარ? არ დაგიმალავ, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რასაც მე ვხედავ და რაშიც მინდა რომ მივიღო მონაწილეობა. ბრძოლის სხვა ცხელ, უფრო ცხელ ფაზაში. შევახსენოთ საზოგადოებას ამის პოლიტიკური განათქმები ერთ-ერთი ყველა ძლიერი, როდესაც ესენი ახდენენ რევოლუციას, გავპარსა უნდლებსო. მაგის მე მამა ბოროტე კიდე ხვდება. მამია ორახელაშვილის ფილიპე ბაღარაძის შემდეგ საქართველოში ეგრე არ ვიცი, მეგონი არავის არ თქვა. მაგრამ მამა ბოროტესთან ერთად რო ჩასასწავდეს და გაპარსოს. გიშვათო. მაგაქტით რო დაიწყო. ვინ არის ვადო მაჭავარია? იმის შვილი არ არის კაცო? არა. მიშა მაჭავარიანის. მიშა მაჭავარიანის შვილია, გაუშვით. რატომ უწოდა იმეთმა სართულს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა? აი ამ კითხვაზე შენ უნდა გასწრებ. ხო, მე უნდა გავცე პასუხი. იმიტომ რომ პირდაპირ შენი სახელის აცმა არის ის, ანუ ეს ხო ყველას უნდა მიაკერონ, რომ ან Deep State-ის ახალგაზრდული ფრთა, ან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა და ვერ გაიგეს. რომ ამ ქვეყანაში მართლა სართულის სახით და რამდენიმე მოძრაობის სახით ასევე გაჩნდა რეალური რაღაცა შანსი იმის, რომ ნაციონალური მოძრაობისგან და ოცნებისგან და მათი დღის წესრიგებისგან, მათი არასწორი დღის წესრიგებისგან დამოუკიდებლად და მათი რაღაცა ბინძური შავი ჩრდილოვანი გარეგებებისგან თავისუფლად ვიღაცა მაკეთოს. ძალიან გთხოვთ, შემდეგში აგვიხსენით რატო ქვია სართული. ხო, ეტაჟი. ეხლა ეს ბიჭი არ ვიცით ვინ არის, მე არ ვიცი პირველად ხედავ. მე როგორ არ ვიცი ბიჭო. მე პირველად ხედავ. TikTok-ზე არის როგორი არა, იქ როგორ ახალგაზრდა გიწრის, აი ესეთი სუფთა მაო ცოტა შეგშურცენ ჭირიმე და უწერენ შეიძლება თქვენ თუ გადაგვარჩენ და როგორი ის არის ეს გახსოვს ერთი პერიოდი ნაცების შვილები რო გადატრიალებას აწყობდნენ რა ქვია ისინი რო იყვნენ რა არველაძის შვილი ესენი აი ჩიუ ეგეც ეს არის დააპდეიტებული ვერსია რა კიდე უფრო ცოტნე კობერიძე ანუ გაუშვით ოპოზიციაზე ამბობს ამას. ფულიც ქონდეს რაღაცა მობილიზირებული, რაღაცა კამპანია დაწყებული და უცბად აი ესე გატკინოს და კეფეში ჩაგატოს. არ იცოდეს ზოგადად რა მოხდება და ერთმანეთს უყურებდნენ. ქსელი გაბმული, სადაც ნებისმიერ შენ მოძრაობას ის წინ რაღაც
ხო ან მის ხელში უნდა იყოს შენ რაღაც ბეკეტები არის ხომ მის ხელში რა შენ ხელში არ არსებობს ბარიერს დაუყენ. შენ არსებობ მარტო მიმდინარეთ აი დღეს რა იქნება ნიუსი მე პოლიტიკოსმა ამაზე უპასუხო მე ვერაფერს ვერ ვახერხებ რაღაც თქვა ზეგინდელ დღეზე იმიტომ რომ აქედან გამომდინარე შენ როგორც პოლიტიკოსი ნუ გამოიყურები რაღაც ნახევრად პოლიტიკოსი რა არაფრად აღარ გამოირჩეოდა შენ რომელიმე აქტივისტისგან იმიტომ რომ შენ ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზაზე ვერ საუბრობდე ისეთი არეული სიტუაცია იყო და ამასთან კიდე ზედ ერთვის რაც სოფლიოში აი ეს ხო პუტაბიჩი არა კაი ნინია კაკაბაძე ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა ჩვენს ეთერში და გავუშვით რაღაცნაირად გუშინ იყო ამაზე საუბარიო ჩვენი დაუმარცხდით ამ დღეს არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ დაუმარცხებულ მე არც ერთი წამით არ გძნობ თავს დამარცხებულად მიუხედავად იმისა რომ გუშინ მეც დილიდან მივედი პირველ რიგში ჩემს მეგობრებთან ჩემს კოლეგებთან ცხელი ყავა წაუღე ხო ჩვეულებრივი რამე არის რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში თავს დამარცხებულად არ გძნობ იმიტომ რომ ის რაც ჩვენ გვაქვს მათ იმის 1 გრამიც არ გააჩნიათ აი ამ ერთობის სოლიდარობის სიყვარულის რომელიც ჩვენ შორის არის არა მარიზის სიტყვები გუშინდელი პირველი ინტერვიუდან ბოლო ინტერვიუმდე ყველა როდესღაც შევა სახელმძღვანელო ოპანა ისარიგა გაიგეძმაო სერიოზული მარიზის აი ჩვენს ხო ეგრე ვართ რომ ვიკრიბებთ ხოლმე როგორ გშურს რო აი ამათი ერთობა მარიზი რო ჩვენთან არ არის ქალბატონი მარიზი ეგეთი მაწყევა არის არა სერიოზული ზალად ხო იცი სხვათა შორის ძალიან დიდი ამბავია ასეთი თვითწმენა რო გაქვს ასეთი ილუზორული ექსიგიზიცია აგრეთვე მაგრამ დავესესხებოდი მე ვის გოგი გვიხარიას და გოგი გვიხარიას ძალიან კარგი ხო და გოგი გვიხარიას მე მევიტყვი იცი რომ მე საყარელი სპორტი რა არის სხვა რამეს იცი აბა რა არის ფიგურული ციგურაა აჰა არა ხარ და ჩვენი გაწარმოება ნახე რა მე დაბლოკდი აი ქალბატონი ერთსამ ქალბატონი ნინია ყავს რომ ეს სოლიდარობის შეგრძნა არ გქონდა ეხლა აბა პარიზის 60-იანებში რაც იყო აბა ბრაბიჯო ეგ როგორ იქნება ხო ჩვენ სად გვაქვს არა ეს ინსპირირებულია ამით და უნდა მინიმუმ ნანახი კონდეს ამე წაკითხული და უყურე რატო იცი მანქანებს როგორ უჭერებდნენ ვინ უთხრა რომელმა უბედურმა უთხრა რომ აუცილებლად შეიწყალეს პრეზიდენტი ამათ რატო გაუშვათ ეს მონოდინი და ეს განცდა ანუ მოიცადე ანუ მაშინ ესენი არ აღიარებენ პრეზიდენტს ხო არ აღიარებენ ხელისუფლებას მაგრამ იმას აღიარებენ რომ რატო უნდათ ხო ყავს კაკალი გავაგდებინეთ რა ეგრე სადაა არცივად არ ვაღიარებთ მაგრამ გავაგდებინეთ არა არ აღიარებ ხო დანაშაულს ხო არინანიებ ნიშა იწყალებდა მაგრა თურმე ხო ნუ როგორც არის ხო არა სიგიჟია კი ბატონო შემდეგ სხვა ჯორს ეხა მოდიან კუპრაძე და გეგელია ორი არა ეხა ამ სიმონ დე ბოუარის მერე ცოტა რატო ისევ მემარცხენე ავტორები არის გეგელია ჯერ ესე სარტრი მოდი სარტრი და სარტრი ხო გაუშვათ სარტრი კამი სარტრი არა კუპრაძე სარტრი რო გაუშვათ თუ ფუნდამენტურ საკითხებზე არ იქნება ერთიანი ხედვა წინასწარ აერია სარტრი გაუშვათ პირველი მოსახვევში მე ფეთქდება ერთობა ხო აღარ არის ეფექტური და მე ამაზე საუბრობდი და ახლაც რომ ეს რამდენი წლის განმავლობაში ასეთი ერთობა არ არის საინტერესო თუ თუ არა სულ სხვა რაღაცებზე ხო საუბარი სულ სხვა კონტექსტებში ხო ეხლა ველაპარაკობთ ამ კონტექსტში მე კუპრაძე რატომ მინდოდა კაი რამე ახსენ მომენტუმზეაო დამოკიდებული რაღაც რეზონი არის მონუმენტურობა აკლიაო გაუშვათ სადა მომენტუმზეა დამოკიდებული სად ვითქვა მომენტუმი არის აი კუპრაძე გაუშვათ კუპრაძე გაუშვათ ეს είναι ყველა ტიპის შეთანხმების რომელიც არსებობს ამ რესურსების გაჩენის შანსი არსებობს არანაირი ფინანსური რესურსების პერსპექტივა ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის არ არის ყველაფერი დამოკიდებულია მომენტუმზე დამოკიდებულია საზოგადოება აი თურმე რა ყოფილა აი სხვათა შორის ერთი იყო რომ ხელის აწევით ხელი რომ ადამდე არა უწევეთ მაგიტო არ გადამდგა რა მანამდე ხელის და თურმე მომენტუმი ეხა მომენტუმი და ტანტრუმი ეგეთ სიტყვები ხო ევასებოდი ადამიანი ისტერიკაში აგერა ტანტრუმებს უყურებთ მისი და რაღაც ხო სიტყვები ხო ევასებათ ადამიანებს რითაც თავის ძალას პროეცირებენ ჩერგოლეშვილი ხო იძახის ხოლმე ვასხივებთ ძალა ჩვენ ძალა უნდა გამოვასხივოთ რა გინდა რომ ამ მომენტუმს უკნა ამ მომენტუმს ვერ ცვლი ერთო შესაბამისი ენერგია არ აქვს მომენტუმი მომენტუმის შეცვლას შეიძლება თავისი კოლოსალური ენერგია
თორე ის მომენტუმი არის. ცოტა ეგრე. გნოსეოლოგიურად ეს. არა, ეგ უკვე ზედმეტი, აი ეგრე. ესქატოლოგია რა. არა, ეგრე უკვე. ჯიგრულად. просто გრძნობით რო ამბობ რაღაცა. მაგარი ამბავი იყო ხალხის მდინარე იყო მომენტი. ზეძალთა დაპირისპირება არ ჩვენ არა გვაქვს. არ გაჩერდება ხალხის მდინარეო. პეტრე ცისკარიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი რო ლანძღავს იმას. ხიდაშელს. გვაქვს ეგა? ხიდაშელმა თქვა, რომ ისე ექცევაო ბიძინა იმაშვილი თავის ყოფილ თანამშრომლებს, როგორც მიშა ექცეოდა იმას რა ქვია. ამათო რა. და ვიცი მე შემსწრევა რომ მიშა სააკაშვილი დედას აგინებდა, დედის რაღაცებს აგინებდა, იგივე ვანო მერაბიშვილს, იგივე ადეშვილს, მე ვარ მომსწრე. და აგერ ვინც იცნობს მიშას, ვინც იცნობდა, რევოლუციამდე ქონდა ურთიერთობა, მართლა დედის ოქროშვილს ვერა, მაგრამ სხვას დედას აგინებდა. რატო? რა ოქროშ ფოლადივით ის პირდაპირ ხო ის პრიმიტიულად ხო მარტივად. ხო ძალიან კაია. სორია მე ხო. მერე ოქროშ აგინა მე სვეჟი აღიარება. სვეჟი აღიარება ხო ჩააწერინა მე სიგარეტით. ხო. მე აბსოლუტურად დაარტყა. ამით პირველმა და ადიდასებში როზის. კი, აბსოლუტურად. ამით პირველმა და მაგაზე მაგარი ის იყო მე ოქუაშვილი. ეს სხვა შორის თხრობის მანერით გავდნენ ერთად. გვარითაც. აბსოლუტურად. სად არის? ძმარ, რა გინდა? ხალხის ხარეს გერა პაპს დახურა ვაფშე. კი. მე გქონი ვიღაცას კიდე მე 1000-ს გაურიკა. არ ჩვენ არც ნაცებს ვიღაცა 1000-ს ბრიტანეთში არ არის მე რა. ბრიტანეთში ეგ და მაგის ცოლიც მე მგონი რა. ყოფილი ცოლი. რომელი? მოისა რას მეუბნები ის დაკეციანება? ეგენი აღარ არიან? არა, აღარ არის. ბიჭო. შეიძლება უკაცრავად შეიძლება რატო არ არის? შემომაპარე. შეიძლება რატო არ არის? ციკონების გაყოფის თემებია რაღაცა გადამალვები. ეხა მივხვდი. ვაფშე არ არის გამორიცხული. მე ამან მოწმეები დააყენა რომ შეიძლება ერთი მოკვდეს. მე ამან ერთი და აი არ გინდა. ძალიან ცუდი ამბავი. ხო, არ გინდა. არა, ბიჭო, აი შეიძლება მელიას გრაალობაზე რომ დაწერა მაგით. არც მე. არა. სულ გიღირდეს ბიჭო რომ აი მაგით. ო მართლა რა უნდა გიღირდეს? არა, სხვა რამეს გეუნები და რა. ახლა არ იცის და ჩვენთვის кайფობდა ხახვა არ იცის, თორე ვერც გავიმეორებ სხვა შორის. ხატია დეკანო იცი. ცალსაღად გეტყვით იმას, რომ აი რამოდენიმე დღის წინ თქვენთანაც ეთერში და თქვენს კოლეგებთან მე ვსაუბრობდი, რომ ბიძინა ივანიშვილს მანევრირების საშუალება უბრალოდ აღარ აქვს. ანუ სივრცე მანევრირების მას აღარ დარჩა. ჩვენ რასაც მარტო დავრჩი ამას ამბობ. იცი რა, შიში აქვს და ძალიან სწორად აქვს შიში, იმიტომ რომ კი, ძალიან სწორად აქვს ეს შიში. რა მაშინ მარტო დარჩენი შიში. ბიჭო, მარტო დარჩენი შიში, ვისაც აქვს აგერ ხვდებით, აგერ ეს არ არის ხო მიშისტი, არ არის მიშისტი. მიშას აქვს მარტო დარჩენი შიში. ბევრს აქვს, ბევრს თქვენთაგანს აქვს მარტო დარჩენი და შიში რა გამართლებული. არის ევროოპტიმისტი. არა, გამართლებული შიში კი არა. რეალობა მარტო ხარ. ბიჭო, უყურე, ამდენი ხანია ხელისუფლება რომ მოქმედებს. გარკვეულწილად ის რეიტინგი და ის ძალა რო არ აქვს, რაც პირველ წლებში ჰქონდა და ვერაფერს რო უშვებით. ეს არის უძალობა. უძალობა. თქვენ ხართ მარტო. ხალხი არ არის თქვენ მხარეს. და ბოლო ესეთი კრახი განიცადეთ მაშინ, როცა ამდენმა ასეულობით 1000-მა ხალხმა ხმა მოქცა და დაიკიდეთ ეს ხალხი ფეხებზე. იმიტომ რომ უცხოეთში, იმ უცხოეთში და იმ დიპტეიტმა, რომელიც ეხა კანკალებს ტრამპის წინაშე ბოლო ივებზე დგას. უკანა ფეხებზე. კარგით მეგობრებო, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, რასაც გილოცავთ და ჩვენ ხვალამდე შევხვდებით ერთმანეთს. გაიბრძანებოდეთ. ნადლობა. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. საღამოს სერიალის წარმოდგენია კრასტი. გასინჯი და ისიამოვნე. რაც თავარია ცხელი წყლის წნევის დაწევა ყველას უნდა. ესენი კი შეგვაწუხა 51 სახმა. მაშინ გადავუკეთოთ ცხელი წყალი დილამდე. მიდი.
მიდი. ფრთხილად. ფრთხილად. მიდი. რა ხდება? ღმერთო, ეს რა არის? ოლეგ. ჟანდაბა. გაკვეთა გვაჩვენებს. რა ხდება? რა ხდება? რაც ხდება ანგარიშში ჩავწერ. თუ მეტის გაგება გინდათ, ოლეგ ანატოლევიჩი ჩამობრძანდით ჩემთან. აქ კარგია. ზინოვი ვიქტოროვიჩ, არ გინდათ ასეთი საუბარი. რაც არ გეხებათ იმას ხომ არ გთხოვთ. მოკლედ. ცხელმილზე მამაკაცის გვამია. პირქვია დამხობილი. შემიძლია გაგახაროთ, ისეთ მდგომარეობაშია. აქედან ნაწილ ამოტანა მოგვიწევს. არის ვარიანტი რომ გაძარცვეს და მან ჩააგდეს. მე ნუ მეკითხებით. ახალი ექსპერტი გყავთ. იმას კითხეთ. მართლა, სად არის? სად იქნება ისვენებს? ვიდრე მე მის საქმეს ვაკეთებ. ინგა ვიქტორევნა. ახლა სასამართლოშია. ჩვენებას აძლევს როგორც სამედიცინო ექსპერტი. გამარჯობა სტეპან სტეპანოვიჩ. კარგად მოეწყო. ის ნაცვლად მე ვმუშაობ. ხელფას კი ის იღებს. ეს სამართლიანია? სხორპლის შესახებ რა ვიცით? ყველაფერი ვიცით. მამაკაცი იქ დაახლოებით 1 კვირა იმყოფებოდა. სხეული თითქმის გაღწნილია. ზოგადგილას ტანსაცმელი და კანი ერთმანეთში აზელილი. გილოცავთ ოლეგ ანატოლევიჩ. თურმე მარტო მე კი არ ვყოფთ ცხვერს თქვენ საქმეში, არამედ თქვენც ყოფთ ჩემს საქმეში ცხვერს. ამჯერად ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ სიმართლეა. საინტერესოა იქ როგორ მოხდა. თავისინებით აშკარად არ მოხდებოდა. ჯიბეში არც ფული აქვს, არც საბუთები. გაძარცვეს და ჩააგდეს. პრაქტიკულად საქმე გახსენით ოლეგ ანატოლევიჩ. საერთოდ მაგარი ვარ. ვინაობა დაადგინეთ? ინგა ვიქტორევნა, მისმენდით? მე ვთქვი, საბუთები არ ქონდა მეთქი. რატომ არ მიგვერს? გავაგრძელოთ როსტიკ. დაზარალებული სხეულის წინა ნაწილი მთლიანად დამწვარეა. ძლიერი თერმული დამწრობაა. ყურები მთლიანად დადნა. იგივე დაემართა თითებსაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ის უბრალოდ მოიხარშა. შემდეგ აირმა, რომელიც მუცლის ღრუში დაგროვდა, მუცლის ღრუ პრაქტიკულად ააფეთქა. ამიტომ კვლევისთვის მხოლოდ შინაგანი ორგანოების ნარჩენები გვაქვს. ყველაზე საინტერესო აქ არის. კარგია რომ მოგვიახლოვდით ოლეგ ანატოლევიჩ. აი ეს შედევრია. ფიქრობთ, ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთეს? მე ოლეგ ანატოლევიჩ კი არ ვფიქრობ, ვხედავ. ძალიან ლამაზი ნაკერია. აშკარად ესთეტი ქირურგის ნამუშევარია. შეიძლება ოპერაციის დროს დაღუპულიყო. არა. თქვენ კი ამბობდით, გაძარცვეს, მოკლეს და ჩააგდესო. მე ვივარაუდე როსტიკ. სიკვდილის მიზეზი ძლიერი შინაგანი სისხლდენაა. სხორპლი იქ ცოცხალი ჩააგდეს. დარწმუნებული ხართ? აბსოლუტურად. ფეხი მოტეხილი აქვს როსტიკ. დავარდნის შემდეგ ჭრილობიდან კიდევ დიდხანს დიოდა სისხლი. საშინელი წამებით მოკვდა. ოლეგ ანატოლევიჩ. გილოცავთ. გაუხსნელი საქმე გაქვთ.